გამარჯობა, დღეს შაბათი დღეა და ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს რუსთავიორის დილის ეთერში. დღევანდელი კერძი იქნება ჩახოხბილი, მწვანე ჩახოხბილი, რადგანაც გაზაფხულია, ბევრი სიმწვანეა. რაც მთავარია, ესეთი მშვენიერი მწვანე პამიდორი ვიპოვე. გადავწყვიტე რომ მწვანე ჩახოხბილი გავაკეთო. ჩახოხბილის უამრავი ვარიაცია არსებობს. ეს სამი ინგრედიენტი, ანუ პამიდორი, ქათამი და ხახვი შეგვიძლია ძალიან ბევრნაირად გავაკეთოთ და მივცეთ სხვადასხვა ქვეყნის გემოები. აი მაგალითად სულ ვიძახი რომ ცოტა ქარის თუ დაუმატებ და ქოქოსის ძეს შეგიძლიათ ქათმის ქარი გააკეთოთ. ზეთის ხილს და პროვანსის სუნელებს უკვე ქათამი პროვანსულად არის და უკვე ფრანგული კერძი გექნებათ. ხოლო დღეს როგორც გითხარით ვაკეთებთ მწვანე ჩახოხბილს. რა თქმა უნდა დაგჭირდება ქათამი. მე ვიყენებ ქათმის ბარკლებს, რადგანაც როდესაც იწვება, უფრო წვნიანი არის, არ შრება მარტივად და მე საერთოდ უფრო შავი ხორცი უფრო მომწონს ვიდრე თეთრი. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თეთრი მთლიანი ქათამი გამოიყენოთ, ან თუნდაც ფილეებით გაამზადოთ. ეს უკვე თქვენი სურვილისამებრ არის. მე ყოველთვის ქათამს კანს ვაცლი, იმიტომ რომ ეს კიდე ზედმეტი ცხიმია. მირჩევნია რომ ამ ცხიმის გარეშე გავაკეთოთ და პირველ რიგში მოაცალეთ კანი თქვენ ქათმის ბარკლებს. უფრო მარტივად ხელით ძრება ეს. კი, რა თქმა უნდა, ცხიმში არის ეს გემო, რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ ზედმეტი კალორიები არავის არ გვინდა. აი ეს. მე ჩახოხბილს ცოტა სხვანაირად ვაკეთებ, ანუ ქათამს წვავ, მერე ღუმელში ვაცხობ, თავიდან კარამელიზაციას უკეთებ და მხოლოდ მერე ვდებ ამ წვენში. გამოდის უფრო მსუბუქი, დიდხანს არ იხარშება. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეს უბრალოდ მოხარშოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთხელ რომ გააკეთებთ ამ მეთოდით, მერე მიხვდებით, რომ ესე უფრო გემრიელი გამოდის და ჩვეულებრივ კლასიკურ ჩახოხბილსაც აი ამ მეთოდით გააკეთებთ ხოლმე. კანი გავაცალეთ ჩვენ ქათამს, ეხლა შევწვავთ, მაგრამ სანამ შევწვავთ, ამოვავლოთ აუცილებლად ფქვილში. ეს ფქვილში ამოვლება ორ მაგ საქმეს გაგვიკეთებს, ერთი რომ ხრაშუნა იქნება და მეორე რომ ზუსტად соуს გაასქელებს და რაღაცა სიმძიმეს მიცემს შემდგომში. მოვაყაროთ კარგად მარილი, ზღვის მარილი და ესე ამოვავლოთ ფქვილში. და გახურებულ ტაფაზე შევწვათ ორივე მხარეს. ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ დაუბრაწოთ და მერე ეს ქათამი გააგრძელებს შეწვას ღუმელში, რომელიც წინასწარ გვაქვს გაცხელებული. აი ესე. ხედავთ? შევბრაწოთ. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ აი თუნდაც ჩახოხბილის ან ჩაშუშულის კეთების წინ ხორცი პირველ რიგში შევბრაწოთ და მერე მოვხარშოთ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს ხორცი თვითონ არ შრება და იმ შიგნით ამ სისველეს ინარჩუნებს და ძალიან გემრიელი და ასეთი არომატული არის შემდგომ მოხარშვის დროსაც კი. ეს კლასიკური ფრანგული მეთოდია და ფრანგები ყოველთვის იყენებენ ამ მეთოდს, აი ესეთი კერძების მომზადების დროს, რომელსაც შემდგომ მერე ხარშვა ჭირდება. ჩვენ არ გვინდა რომ მთლიანად ტაფაზე შევწვათ ეს ქათამი, მერე დამთავრდება ღუმელში, ჩვენ გვინდა რომ უბრალოდ მოიბრაწოს. ჩვენი ქათამი დაიბრაცა. ყველა მხრიდან, აი ესე მშვენივრად. და ახლა შეგვიძლია გადმოვიტანოთ და გამოვაცხოთ, დავამთავროთ, ანუ ღუმელში, ან შეგიძლიათ უკვე ესევე მოხარშოთ, ან გამოვაცხოთ ღუმელში და მერე გადაასხათ соуსი, აი ეს ორი ვარიანტი არის, მაგრამ აუცილებლად წინასწარ მთავარია რომ შებრაწოთ. და ეს მეთოდი გამოიყენოთ. 200 გრადუსზე მაქსიმუმ 10 წუთი საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ კიდე ამას უკვე აი ამ მწვანე соуსში კიდე მოვხარშავთ, ანუ ჩავშუშავთ, რომ ის გემოები ერთმანეთში კარგად შეერიოს.
ეხლა გავაკეთოთ соуსი, ანუ ჩვენი ქათმისთვის. აი ამ შესანიშნავი მწვანე პამიდრებით. რატომღაც მხოლოდ მარინადისთვის ვიყენებთ. თუმცა ძალიან გემრიელია, არომატულია და შეგიძლიათ მწვანე საწებელიც გააკეთოთ და მართლა ძალიან გემრიელი არის, მერწმუნეთ. ჩვენ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ соуს, უბრალოდ დავაბლენდერებთ და მერე წამოვადუღებთ. აი ესე გამოიყურება. და დავაბლენდეროთ. ჩვენ ისეთი მასა გვინდა, რაც მე ჩვენ соуსის ბაზა იქნება, ასე ვთქვათ. ხახვთან, ხანძილთან, ნიორთან და ბევრ მწვანილთან ერთად. ეს არის კიდევ ერთი ახალი ინგრედიენტი, თეთრი ხახვი, რომელსაც აი ესეთი მოტკბო გემო აქვს და ძალიან უხდება ზოგადად ქათამს და აი ამ პამიდორს და თუ ვერ მოიძიებთ, მაშინ ჩვეულებრივი ქართული თეთრი ხახვიც ან წითელი ხახვიც მისაღები იქნება. ასევე ჩვენ ხმარობთ ღანძილს, დავჭრათ ცოტა ესე წვრილად და ერთად მოვთუშოთ, აი ეს. ღანძილი ამ შემთხვევაში ჩვენ აი ნივრის და ხახვის გემოს გვიცვლის. მოვთუშოთ ხახვი, ღანძილი. ასევე დაგჭირდება მწვანე წიწაკა, ახალი მწვანე წიწაკა, რომელიც აი ამ სიცხარეს მიცემს და ამ არომატს. ეს თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ, თუ არ გინდათ ცხარე, შეგიძლიათ საერთოდ არ გაუკეთოთ. აუცილებლად გასინჯეთ წინასწარ შეიძლება აი ეს პატარა წიწაკა ისეთი ცხარე აღმოჩნდეს, რომ შემდგომ ეს მომზადებული კერძი უბრალოდ იმდენად ცხარე იყოს, რომ ვერც კი მიირთვათ. აი ეხლა შეგიძლიათ ცოტაოდენი თეთრი ღვინო დაუმატოთ, იმიტომ რომ ეს რაღაცა იმ განსაკუთრებულ გემოს მიცემს, რატომაც არა. სულ ცოტა. ქათამი, თეთრი ღვინო, ეს სიმწვანე, ყველაფერი ძალიან უხდება ერთმანეთს. ცოტა ხანი დაელოდეთ, რომ ალკოჰოლი აორთქლდეს და უკვე აი შეგვიძლია აი ეს ცოტაოდენი პამიდრის соуსი გაუკეთოთ. აი ეს. ჩავალაგოთ ჩვენი ქათამი და ერთი წამოვადუღოთ, სულ ერთი წამოვადუღოთ. ქათამი რეალურად გამომცხვარია, ამას იმიტომ ვადუღებთ, რომ ეს გემოები ერთმანეთში გაუჯდეს. ეხლა გავაკეთოთ პიურე, იმიტომ რომ რატომაც მე ძალიან მომწონს აი ამ ყვავილოვანი კომბოსტოს და ნიახურის ძირის პიურე აი ამ კერძთან, ანუ ეს იქნება ასე ვთქვათ ბაზა და ზემოდან მოვასხამთ აი ამ соуს. თან ახლა სეზონია, ძალიან კარგი ყვავილოვანი კომბოსტო არის და მე გირჩევთ რომ როდესაც გადაწყვიტოთ რომ ჩვეულებრივი კარტოფილის პიურე გააკეთოთ, აი ამ ყვავილოვანი კომბოსტოს და ნიახურის პიურეთი ჩაანაცვლოთ, კუბიკებად დავჭრათ და მოვხარშოთ. განსხვავება არის მხოლოდ გემოში და რა თქმა უნდა ვიტამინებში, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ვიტამინია ვიდრე კარტოფილში. და დავასხათ ცივი წყალი და მოვხარშოთ.
ყვავილოვან კომბოსტოს ცოტა უფრო ნაკლები დრო ჭირდება ვიდრე ნიახურის ბოლკს, ამიტომ სადღაც 1-15 წუთში შეგიძლიათ დაუმატოთ და იგივე ქვაბში მოხარშოთ. ესეთ წვრილად დავჭრათ, აი ესე. და პირდაპირ დაუმატეთ იგივე ქვაბს, რომ სწრაფად მოიხარშოს. ჩვენი მწვანე ჩახოხბილი მზად არის, დაუმატოთ ცოტაოდენი მწვანე აჯიკა, აი ამ სიცხარისთვის და რაღაც განსაკუთრებული გემოსთვის. ყოველთვის მწვანილი დაუმატეთ ბოლო მომენტში, ანუ როდესაც გადმოდგამთ და აღარ გაგრძელდება დუღილი, იმიტომ რომ მწვანილი ძალიან მალე კვდება, ძალიან მალე იხარშება და თქვენ პირიქით გინდათ რომ თქვენი კერძი ძალიან მწვანე და აი ეს ცოცხალი გემოები კონდეს და არა ჩახარშული, ჭაობის მსგავსი მასა იყოს, ტივტივებდეს თქვენ საჭმელში. ჩვენ გვაქვს აი პიტნა ძალიან უხდება. ასევე გვაქვს ოხრახუში, ცოტაოდენი ქინძით და აი ესე დავჭრათ უხეშად, ანუ არ გვინდა რომ ძალიან წვრილი იყოს. ასევე ჩვენი ოხრახუში ესე ამასობაში ჩვენი ნიახურის ბოლქვიც და ყვავილოვანი კომბოსტოც მოიხარშა. გადავწუროთ და სანამ ცხელია, დავაბლენდეროთ. კარგად გავწუროთ. ცოტაოდენი ნაღები და ცოტაოდენი კარაქი. ცოტაოდენი მარილი. ჩვენი პიურე მზად არის. ეხლა დაუმატოთ მწვანილი. ერთი მოურიოთ და ჩვენი აი ესეთი მწვანე ჩახოხბილი მზად არის. აი საოცარი საგაზაფხულო არომატით. და ეხლა შეგვიძლია ეს ავაწყოთ უკვე. ცოტაოდენი პიურე. ქათამი. ორი ნაჭერი და რა თქმა უნდა соуსი. აი თქვენ რო გრძნობდეთ ამ არომატს, ნამდვილად მიხვდებოდით რომ რაღაც საოცრება არის, მწვანე, ცოცხალი და ეს საგაზაფხულო ბევრი გემო ერთმანეთში. ჩვეულებრივი სტანდარტული ჩახოხბილისგან შეიძლება მივიღოთ აი ესეთი საოცარი არომატული კერძი. მოვაწუროთ ცოტაოდენი ლაიმის წვენი ან ლიმნის წვენი, რომ აი ეს რაღაცა სიმჟავე მიცეს, გააცოცხლოს, ასე ვთქვათ, გემო. აი ესე. და შეგვიძლია დეკორაციისთვის ერთი ლაიმიც გავაყოლოთ. მე ამით გემშვიდობებით და მჯერა რომ ეს კერძიც ისეთივე პოზიტიურ გამოხმაურებას მოიპოვებს, როგორც ჩვენი აზიური ტოლმა. ნახვამდის, გემრიელ დღეს გისურვებთ.